ვისაც ძალაუფლება ხელში უჭირავს, სიმდიდრე არასდროს არის უბრალო ციფრების საბანკო ანგარიშზე. ნამდვილი სიმდიდრე ბრწყინავს, ირეკლავს სინათლეს, იჭრება სრულყოფილ ფორმებად და საუკუნეების განმავლობაში იმალება მხოლოდ რჩეულთა ხელში. აქ, ბელგიის გულში, ერთ პატარა ქალაქში, მილიარდობით დოლარი ცვლის მფლობელს ყოველდღე. არა ოქროთი, არა ნავთობით, არამედ ქვებით. სოფლიოს 80%-ზე მეტი ნატურალური ბრილიანტი სწორედ აქ გადის. ბრილიანტების ბირჟაზე. ყველაზე დაცულ სივრცეში, სადაც მხოლოდ რჩეულებს აქვს შესვლის უფლება. ეს არის ადგილი, სადაც ერთი ხილის მოძრაობით ბედი წყდება. სადაც ძვირფასი ქვების ფასს არა საბაზრო ეკონომიკა, არამედ რამდენიმე გავლენიანი ფიგურა განსაზღვრავს. როგორ იქცა ეს ადგილი მსოფლიოს ძვირფასი ქვების მთავარ ეპიცენტრად? ვინ მართავს მილიარდიანი ინდუსტრიის უხილავ ქსელებს? როგორ იცავს ქალაქი თავის საიდუმლოებებს 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში? აქ ამ ვიწრო ქუჩებში ისტორიულ სავაჭრო არკებს შორის დღემდეა შემონახული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობა ალმასის დამუშავება და ვაჭრობა. ეს არის ისტორია, რომელიც ფულზე ძვირფასია. ანტვერპენი, ბრილიანტების საიდუმლო სამყარო. მაგრამ როგორ ჩამოყალიბდა ეს პატარა ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრად? რატომ აირჩია ალმასმა ანტვერპენი? ისტორია, რომელიც ანტვერპენს ბრილიანტების დედაქალაქად აქცევს, იწყება შუა საუკუნეებში, როდესაც ქალაქი ევროპული ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად გადაიქცა. პორტი, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის სავაჭრო მარშრუტებს აკავშირებდა, მალევე იქცა ძვირფასი ქვების ყველაზე მნიშვნელოვან შესაკრებელ პუნქტად. ანტვერპენის პორტი, ადგილი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მოახერხა თავისი ეკონომიკური მნიშვნელობის შენარჩუნება. სწორედ აქ ინდოეთიდან პირველად შემოვიდა ბრილიანტებით დატვირთული გემი და დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ ალმასებს ეზიდებიან. ეს ალმასები კი
შემდეგ ანტვერპენის ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში იგზავნება. ანტვერპენის პორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო ცენტრი. ადგილი, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ტონა ტვირთი გადის. მაგრამ ამ უზარმაზარ ლოგისტიკურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ტვირთი ბრილიანტია. ქვა, რომელიც ქვეყნებსა და კონტინენტებს უხილავი ძაფით აკავშირებს. აქ ყოველწლიურად გადის მსოფლიო ალმასების თითქმის 85%. აფრიკული საბადოებიდან დაწყებული ინდოეთის, ბრაზილიისა და კანადის ღრმა მაღაროებით დამთავრებული. თითოეული ქვა ფრთხილად გადაადგილდება დაცული არხებით, საიდანაც ის ანტვერპენის დახურულ ბირჟაზე ხვდება. მაგრამ ეს იმპორტი არ არის უბრალო პროცესი. ბრილიანტების მოძრაობას აკონტროლებს მკაცრი საერთაშორისო რეგულაციები, კიმბერლის პროცესის სერტიფიცირება. ეს არის უსაფრთხოების ფარი, რომელიც გამორიცხავს ეგრეთ წოდებული სისხლიანი ალმასებით ვაჭრობას. ყოველ კონტეინერს სკანირება უკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ის ნებართვას ანტვერპენის სავაჭრო ქსელში შესასვლელად. მაგრამ პორტი მხოლოდ შესასვლელი კარიბჭეა. ნამდვილი გარიგებები ქალაქის შუაგულში, ბრილიანტების კვარტალში მიმდინარეობს. აქ დახურულ ოფისებში რამდენიმე საათში მილიონობით დოლარის ალმასები იცვლის მფლობელს და ისევ ახალი მოგზაურობისთვის ემზადება. ბრილიანტების მსოფლიო ცენტრი 1 კვადრატულ კილომეტრზე აქ 1500-ზე მეტი კომპანიაა თავმოყრილი. ვაჭრობა აქ თითქმის არასდროს არ წყდება. ბრილიანტებს ყიდულობენ, ამუშავებენ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდიან. მაგრამ რამდენად კონტროლირებულია ეს სისტემა? შეძლებს კი ანტვერპენი შეინარჩუნოს მსოფლიოს ლიდერის პოზიცია ბრილიანტების იმპორტში. და რაც მთავარია, რა იმალება იმ კონტეინერების მიღმა, რომელთა ღირებულება ზოგჯერ წარმოუდგენელ ნიშნულს აღწევს. იმის მიუხედავად, რომ ანტვერპენის პორტის საერთაშორისო რეგულაციების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება, არსებობს კითხვები, რომელთაც ყოველთვის ვერ უპასუხებ. ოფიციალურად აქ ყველა ქვა ლეგალურად შემოდის. მაგრამ ბრილიანტების ბაზარი ყოველთვის იყო ჩრდილებისა და კულისების თამაში, სადაც ოფიციალური წესების მიღმა ხანდახან სხვა, უფრო რთული გარიგებები იმალება. სავაჭრო დოკუმენტები, სერტიფიცირება და საბაჟო შემოწმებები ეს არის იმ ლეგალური ჩარჩოს ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ანტვერპენის პორტში მხოლოდ სუფთა, ლეგალური ალმასები მოხვდეს. მაგრამ რაც უფრო ღრმად ვუყურებთ, მით უფრო აშკარა ხდება, არსებობს გზები, რომლითაც დაურეგისტრირებელი, ნაწილობრივ ლეგალიზებული ბრილიანტები მაინც აღწევს ქალაქის სავაჭრო ქსელში. ეს ოვენისტრადას ქუჩაა. ამ ქუჩას 24 საათის განმავლობაში კამერები აკონტროლებს. ამ შენობებში ყველგან კომპანიების ოფისებია. აქ კომპანიების ჯამური რაოდენობა მთელს ქუჩაზე შესაძლოა 2885 კომპანიას აჭარბებდეს.
ყველა დასაქმებული როგორც დაუმუშავებელ, ასევე დამუშავებულ ბრილიანტებზე საქმიანობენ. დაუმუშავებელი მოდის ყველა აფრიკიდან, ანგოლადან, გვინეადან, კონგოდან, სიერა ლეონედან. ყველა ბრილიანტი კიმბერლის პროცესს გადის. აქ სუფთა ქვა შემოდის, არა სისხლიანი, საშუალოდ 200,000 ქვა. ზოგჯერ კი 500 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებაც იდება ერთ დღეში. ასე მუშაობს ანტვერპენი. აქ დრო ფულია, მაგრამ ბრილიანტი მარადიული. ყველა ქვა აქ მოდის, რათა მოხდეს მათი დამუშავება. დაუმუშავებელი ქვის პოლირება. დაუმუშავებელ ქვებს მე ასევე ვყიდულობ და მიმაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ინდოეთში დამუშავებისთვის. რატომ ინდოეთი? ინდოეთში პოლირების სამუშაო არ არის ძვირი. აქ ბელგიაში ერთი კარატი ბრილიანტის დამუშავება $100-დან $250-მდეა. $250 დიახ. სადაც ინდოეთში ამის ნახევარი ფასია. ამ შენობებში რა ხდება? ამ შენობაში გეტყვი როგორი სისტემაა. წინ აქვთ გაყიდვების ოფისი. ყველას ვისაც აქვს გასაყიდი ქვა მოდის. ხანდახან მე ჩემს შვილს ვაგზავნი გაყიდვების ოფისთან და ყველას ყავს თავისი გაყიდვების კოორდინატორი. ძირითადად ქვები მოდის აფრიკიდან. აფრიკული ქვები ძირითადად შემოდის პორტში და ტრანსპორტირდება შესანახ ოფისებში. დასაწყობებული დაუმუშავებელი ბრილიანტის ქვები გადის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შემოწმებას. შემდეგ მოდის შემსყიდველი, მე პატრონე იღებს თავის შეფუთვას და ყიდის აქ ამ ბაზარზე. დღეს ანტვერპენის 4 მთავარი ბირჟა კვლავ მსოფლიო ბრილიანტების ბაზრის მთავარი საყრდენია. ეს არის ადგილი, სადაც მილიარდები ხმაურის გარეშე იცვლის მფლობელს. სადაც ერთი პატარა ქვა მთელ იმპერიას ნიშნავს. მაგრამ ვინ მართავს ამ დახურულ სამყაროს? როგორ იცვლება ბრილიანტების ინდუსტრია თანამედროვე ეპოქაში? გაინტერესებთ, ვინ არიან ბრილიანტების ნამდვილი ჯადოქრები? ვინ მართავს რეალურად ბრილიანტების ნამდვილ ბიზნესს? ქართველები. ქართველი ებრაელები. მიშა მამისთვალოვი ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ებრაელია იმ უამრავ ქართველთან ერთად, რომლებიც ფაქტობრივად ბრილიანტების მთელ სავაჭრო უბანს ფლობენ. ჩვენ მასთან სასაუბროდ მივედით. გამარჯობა მიშა. სასიამოვნოა ის, რომ ფაქტობრივად მთელი ბრილიანტების ეს ინდუსტრია ქართველი ებრაელების წარმომადგენლობის ქვეშ არის. მე მინდა გკითხოთ პირველ რიგში, როგორ მოხდა თქვენი ოჯახი ამ ბიზნესში და რას საქმიანობთ ძირითადად დღეს? ჩემი შეუძლები ჩამოვიდნენ ბელგიაში 32 წლის წინ საქართველოსთან ჩამოვიდნენ ბელგიაში და ნაირ-ნაირი ბიზნესები იყო. აქ ძალიან ბევრი ქართველი ებრაელობა როგორც ამბობთ, მუშაობენ ბრილიანტებზე და ოქროზე. ოქროს მაღაზიები, ამერე ძალიან ბევრი ებრაელები მონაწილეობენ ანტვერპენის დიამანტის ბურსაზე, ქართველებიც რა თქმა უნდა და რამდენ ხალხს რო იცნობ რო ტრიალებ ამ ხალხში, გზები და კარებები ისხნება და უფრო კარგ სოფლიოში შედიხარ, სადაც შეგიძლია ისაქმო და რა როლი შეასრულეს ქართველმა ებრაელებმა ანტვერპენის ბრილიანტებით ვაჭრობაში? მე ვიცი, რომ თვითონ ანტვერპენის მსოფლიო ბრილიანტების ცენტრშიც საკმაოდ ბევრი ქართველი მუშაობს. უფრო მეტი ვაჭრობაში.
ნუ ახლა ამდენი მაღაზიები ვართ აქ ბელგიაში, აქ ანტვერპენში და თითქმის ყველა არის ქართული. ნუ შეიძლება 2-3 არ იყოს ქართული ებრაელი. ესე იგი ჩვენ თვითონ ბურსაში არიან როგორ არა მანდაც არიან ქართველები ვინც ვაჭრობენ, ყიდულობენ ყიდი ან ბრილიანტებს, ოღონდ ჩვენ აქ ვყიდით ამ ბრილიანტს კონსუმენტზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ძვირიან საქონელზე. და ძალიან მაგაში არის ძალიან საჭირო, რომ იყო ექსპერტი რასაც აკეთებ, ყველაფერი გესმოდეს შენ თვითონ მართლა რომ კლიენტმაც იქძნოს, რომ შენთან როცა შემოდის, რომ არის სწორ ადგილას. ყველაზე მთავარი ამ საკითხზე არის რომ გაკ independent diamond graders, რაც ნიშნავს როგორც ფირმები, ვინცაც შენ ბრილიანტი რო გაქვს მაგაზე უკეთებენ grading of the diamonds, ეგ რომელი ხარისხის ბრილიანტია. სოფლიოში გაქვს ყველაზე გამოჩენილი არის GIA. აქ თვითონ ანტვერპენშიც არის, ქვია HRD და არის IGI. კიდე ზოგი სხვები გაქვს, ოღონდ X3 არიან ყველაზე დიდები. ესე იგი, ყველა ბრილიანტი ზომის უკვე ახლა კი არ გელაპარაკები პატარა ბრილიანტებზე, თუმცა გელაპარაკები უკვე დიდ ბრილიანტებზე, ფასზე რო გადის, უნდა კონდეს თავის სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი არის გაკეთებული ამ კომპანიებისგან და ეგ კომპანიები ისე იგი აკეთებენ რომელი ფერია, რომელი ხარისხია, როგორ არის გაკეთებული. ნუ ბრილიანტებს აძლევენ როგორც ხა score. ქალაქის ბირჟაზე ბრილიანტები ყოველთვის იცვლის მფლობელს. მაგრამ რეალურად ვინ აკონტროლებს ამ პროცესს? ოფიციალურად ანტვერპენის ბრილიანტების მსოფლიო ცენტრი. AWDC ზედამხედველობს ბაზარს და აწესებს მკაცრ მოთხოვნებს. თუმცა ძველი ოჯახები, ის ინდური და ებრაული საბაჟრო ქსელები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ ამ ინდუსტრიას, კვლავ ფლობენ ძალაუფლებას. მაგრამ ეს მხოლოდ ტრადიცია არ არის. დღეს ბრილიანტების ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშე დგას. სინთეთიკური ბრილიანტები. ლაბორატორიაში შექმნილი, ვიზუალურად სრულყოფილი, მაგრამ გაცილებით იაფი. ეს არის CVD. ნორმალურად ეს ბრილიანტი რო ყოფილიყო? დიახ. ღირს დიდი ფასი. დაახლოებით რამდენი? 180,000, 150,000, 200,000, 250,000 ევრო. ახლა ეს ღირს 10,000 ორი წელი ბრილიანტი. 10,000 მაქსიმუმ. 10,000. მაგრამ მაინც ბრილიანტია. ბრილიანტია. ჩვენ ახლა ვხედავთ ნატურალურ და ლაბორატორიულ ბრილიანტებს. სწორია. რა განსხვავება არის ახლა მათ შორის? მე ერთი შეხედვით რომ უყურებ, მგონია რომ აბსოლუტურად ყველა არის ნატურალური. ერთი განსხვავება იმაში, რომ რამდენი ხანი იზრდებოდა ეს ბრილიანტი და სად იზრდებოდა. ესე იგი, ნატურალურ ბრილიანტს უნდა ძალიან ბევრად უფრო მეტი გაზრდა nature-ში, პოლის ქვეშ, მილიონი წლები, რომ გამოიზრდეთ დიდ ზომაზე და ლაბორატორიულ ბრილიანტს ეს იზრდება თვეებში რა, 1-2-3 თვე უნდა ინდოეთში ან ჩინეთში ამის გაზრდას. ეს არის ნატურალური ბრილიანტი. ეს არის ერთი კარატა. ძალიან კაი ხარისხის, F ფერია და VVS1 არის ამის clarity. Triple excellent-ია, ის excellent-ები და ერთი კარატია ზუსტად. ამისი ღირებულება რა არის ახლა? ამას მე ვყიდი დაახლოებით 13,000 ევროთ, 12,000 ევროთ. Cleans ამ ფასად მივიღები. მოდი ახლა დაგანახო. ამასავე. ფორმებს რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ნაირ ფორმებიც არის. ფორმებს ძალიან დიდი ფასის განსხვავება არ აქვს. ყველაზე პოპულარული ფორმი არის როგოლი ფორმი, აი აქ როგორც დაგანახე. მომდევნო დღეს ოვალიც არის ძალიან პოპულარული. ეს არის ლაბორატორიული ბრილიანტი. აქ გაქვს 5 კარატი, გაქვს ეფერი, უფრო კაი ფერი ვიდრე აქ ერთით და VS1. ამას ოდნავ უფრო კარგი ის აქვს. სისუფთავე, ოღონდ ძალიან დიდი განსხვავება თვალზე ვერ დაინახავ. 5 კარატის ბრილიანტი ლაბგრომში გაკეთებული, ძალიან ლამაზ ფორმებით, როგორც ხედავ, აქ ბრილიანტებში შეიძლება ჩასვა, ძალიან ლამაზი გაკეთებულია ჩემი მოდელი არის და ეს შემიძლია ვთქვა კლიენტზე მიყოდა 6,000 ევროთ.
ეს 1 караტიანი 12000 евро, ეს 5 караტიანი 6000 евро. ეს ყოფილიყო ნატურალური ბეჭედი, ეს მინიმუმ ეღერებოდა დაახლოებით 100000 ევრომდე შეიძლება. 100000 ევრომდე. ცოტა ნაკლები თողონდ. ამას ქვია ტიპა. ბრილიანტის ჩანს. რომელიც ძურიანი რომ გიტყარი დიდი ფასი არ არის. დააკვირდები და იცნობ რა როგორი ბრილიანტია და რა ხარისხის ბრილიანტი არის. სუფთა უნდა იყოს და ეს ახლა როგორც უყურებთ ჭკვიალებს. ხო. ეს არის CVD-ის სერტიფიკატი. დიახ. რაზმერები და ყველაფრით. არის მეორე სერტიფიკატი ამისი კიდე ძალკე არის. და ყველა ბრილიანტს თავისი სერტიფიკატი აქვს. ყველას. დაინახე როგორი მოდელია და როგორი 4 კუთხედი, გრალი. ზუსტად ერთნაირია თვალისთვის, ფიზიკალურად, ხემიკალურად, ოპტიკურად, ზუსტად ერთნაირია როგორც ნატურალური ბრილიანტი, ვერ გაამჩნევ. მეც ვერ გამოჩნევ მეორეზე, მარტო სპეციალური ტესტია, რაც შეიძლება მაგითი გააკეთო, რომ ნახო რომელია ლაბორატორიული, რომელია ნატურალური და ეგ მაინც 5-ჯერ, 6-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ნატურალური ბრილიანტი. მზადდება უფრო მეტი ინდოეთში და ჩინეთში აკეთებენ მაგას. ძალიან ბევრი ელექტროობა სჭირდება ეგ რო გაკეთდეს და აკეთებენ, ძალიან პატარა ნაწილს იღებენ ნატურალ ბრილიანტის და მაგას ზდიან. და ეს ბრილიანტი იზრდება ძალიან მალე. ნატურალ ბრილიანტი რომ გაიზარდოს, სჭირდება მილიონი წლები. და ეს ხელოვნური ბრილიანტების შექმნა საფრთხეს ხო არ უქმნის ბრილიანტების ინდუსტრიას იმ კუთხით, რომ მალე ნამდვილი ბრილიანტი შეიძლება ამის გამო ვთქვათ გვერდზე ჩაიწიოს. უკვე 10 წელია რომ ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, უკვე ეს ნატურალი ბრილიანტები უკვე ძალიან დიდი ხანი არსებობენ, ეს ლაბორატორიული ბრილიანტები ვთქვათ ბოლო 10 წელია რაც უკვე შემოვიდა ძალიან მარკაზე და რა თქმა უნდა ნატურალი ბრილიანტები ფასის დაეწიან ძალიან მაგის გამო, რომ ბოლო 4-5 წელში შეხედო მინიმუმ 30-35%-ით ჩამოვარდნილია ბრილიანტის ფასები, შეიძლება ცოტა მეტიც ნატურალი ბრილიანტის ფასები. კრიპტოვალუტებით ვაჭრობა. გარიგებები, რომლებიც ბანკებს აღარ საჭიროებს. გლობალური რეგულაციების გამკაცრება. მეტი გამჭვირვალობა, რაც ანტვერპენს ძველ წესებზე დაფუძნებული სისტემის შეცვლას აიძულებს. ეს ყველაფერი ცვლის ქალაქის როლს ბრილიანტების გლობალურ ქსელში. ანდორბენმა საუკუნეების განმავლობაში გაუძლო იმპერიების აღზევება და აქცევას, ომებს და ეკონომიკურ კრიზისებს, მაგრამ შეძლებს კი გადაურჩეს ახალი ტექნოლოგიების გავლენას. იმის მიუხედავად, რომ ანტვერპენი კვლავ ბრილიანტების დედაქალაქია, ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ინდუსტრია იცვლება. და ვისაც შეუძლია ამ ცვლილებას მოერგოს, ის მოიპოვებს ძალაუფლებას მომავალშიც.
ეს ქალაქი საუკუნეების განმავლობაში იყო ალმასებით ვაჭრობის ცენტრი. ახლა კი შევაბიჯებთ მუზეუმში, სადაც ალმასების ისტორია, ხელოვნება და ინოვაცია ერთ სივრცეში ერთიანდება. დივა, ადგილი, სადაც ბრილიანტების ისტორია ცოცხლდება. აქ მინის ვიტრინებს მიღმა ინახება ძვირფასი ქვების უნიკალური კოლექციები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იმპერატორებს, არისტოკრატებსა და სავაჭრო მაგნატებს ეკუთვნოდა. როგორ გადაიქცა უხეში მინერალი ელვასავით მბრწყინავ ბრილიანტად? რომელი ტექნოლოგიები განსაზღვრავდა მის ფასს საუკუნეების წინ? და როგორ ცვლის მას დღეს თანამედროვე ინოვაციები? ამ ექსპოზიციებში ვხედავთ თუ როგორ გადაიქცა ანტვერპენი მე-15 საუკუნის უბრალო სავაჭრო პორტიდან მსოფლიო ბრილიანტების დედაქალაქად. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ტრადიციები და იდეები, რომელიც დღესაც განსაზღვრავს ალმასებით ვაჭრობის ტენდენციას მსოფლიოში. მე-16 საუკუნეში, როცა პორტუგალიელი ვაჭრები ინდოეთიდან მოუხეშავ ალმასებს ყიდდნენ, ანტვერპენმა უნიკალური უნარი შეიძინა. აქ, პირველად ევროპაში, ხელოსნებმა ქვებს ის ბრწყინვალება მიანიჭეს, რაც მათ ნამდვილ სიმდიდრედ აქცევდა. ეს არის ხელსაწყოები, რომელიც სულ პირველად მე-17, მე-16 საუკუნეებში გამოიყენებოდა პირველი ბრილიანტების დამუშავებისთვის. აი აქ კი თქვენ ხედავთ დაუმუშავებელ ბრილიანტს, რომელიც ანტვერპენის პორტში შემოდიოდა, შემდეგ აი ესე ამუშავებდნენ მას. რა თქმა უნდა, დამუშავების ხარისხი მაშინ ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი დანადგარებით ნამდვილად კარგ შედეგს აღწევდნენ. აი ეს არის ბრილიანტი მის დამუშავებამდე. ისინი განსხვავდება თავისი ფერით, თავისი სიკაშკაშით. აქეთ კი წარმოდგენილია ბრილიანტები მისი დამუშავების შემდეგ და გამოყოფილია სექციებად. ეს არის ინდური ბრილიანტების სექცია. ეს კიდე აფრიკული ბრილიანტები. მე-17 საუკუნეში, როდესაც ფრანგმა კარდინალმა მაზერინმა ბრილიანტების მოჭრის ტექნიკა შეცვალა, ალმასების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ბრილიანტები უფრო ელვარე და ბზინვარე გახდა. ეს არის ჭრა, რომელიც გამოირჩევა ორმაგი ვარდის ფორმის დაწახნაგებით, რაც ბრილიანტს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს. მაზერინის ჭრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბრილიანტის დამუშავების ევოლუციაში, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ბრილიანტის ჭრის ტექნიკებს. მე-16, მე-17 საუკუნეებში ბრილიანტები არა მხოლოდ სამკაულში, არამედ ყოველდღიურობაშიც გამოიყენებოდა. მაშინდელი მდიდარი არისტოკრატები სწორედ ბრილიანტს ანიჭებდნენ უპირატესობას.
ეს სუფრის დეკორი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, სწორედ იმ ეპოქის სურათს ასახავს. ანტვერპენი საუკუნეების განმავლობაში სამეფო ოჯახების, მათ შორის ბრიტანეთის მთავარი პარტნიორი იყო ბრილიანტების დამუშავებასა და ვაჭრობაში. სწორედ ამ ქალაქის საუკეთესო ხელოსნები ქმნიდნენ ყველაზე დახვეწილ და ბრწყინვალ ექვებს, რომლებიც საბოლოოდ ბრიტანული გვირგვინების, სეფისკვერებისა და სამკაულების ნაწილად იქცეოდა. ალმასები ყოველთვის წარმოადგენდა დიდგვაროვანი ადამიანების მთავარ სამიზნეს. აქ წარმოჩენილი ეს ყელსაბამები, საყურეები და გვირგვინები სწორედ ამას გვიჩვენებს. დედოფალ ელისაბედის ძირითადი ბრილიანტების კოლექციაც სწორედ ანტვერპენშია დამზადებული. კვარტალი აღჭურვილია 380-ზე მეტი კამერით, რომელიც 24/7-ზე რეჟიმში აკონტროლებენ ტერიტორიას. მხოლოდ მოდიხარ იმისთვის, რომ ოფისში შეხვიდე. ოფისი აი აქ არის, შიგნით ეტყვით სახელს, თუ სად მიდიხართ, მოგცემენ საშვს კონკრეტული მიმართულებით. ყველა სართულზე არის კამერა და მკაცრი კონტროლი. 24 საათიანი კონტროლია, ყველგან კამერებია. 100%-იანი კონტროლის სისტემაა. რაღაც stop control სისტემა რომ წარმოიდგინოთ. ყველა პოლიციელი ამ პერიმეტრზე 24 საათიან სამუშაო პროცესში არიან. ყველა საათი გაწერილია. პოლიციის გარდა ყველა კამერა ამ ქუჩაზეა. ასევე შემოგარენი ქუჩები კონტროლდება. ერთი პატარა ქვაც რომ იყოს დავარდნილი, ქუჩაზე დაუყოვნებლივ მოხდება მისი იდენტიფიცირება. დიახ, აი ახლაც პოლიცია ჩვენ გვიყურებს. აი ასეთი კონტროლია. Police knows. Yes. All control. ანტვერპენში მსოფლიოს უხეში ბრილიანტების 80%-ზე მეტი გადის, რაც წელიწადში დაახლოებით 70 მილიარდი დოლარის ბრუნვას შეადგენს. ჩვენი ცენტრი აერთიანებს 1600-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ჩართულნი არიან ბრილიანტების ვაჭრობაში, ჭრაში და პოლირებაში. ჩვენ ახლა ევროპაში ყველაზე დაცულ ქუჩაში ვიმყოფებით. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიო ალმასების 80%-ზე მეტი გადის. ეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობაა. ეს არის ადგილი, სადაც პროფესია, ვაჭრობა და ბრილიანტების ხელოვნება ერთიანდება. აქ 1500-ზე მეტი კომპანია მუშაობს შეუჩერებლად. ქმნის მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებებს და იცავს ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაშია ჩამოყალიბებული. მაგრამ როგორ ფასდება ერთი პატარა ქვა, რომელიც ზოგჯერ მთელ იმპერიას უდრის? ვინ წყვეტს მის ღირებულებას? ალმასების სამყაროს უკან დგანან სხვადასხვა თემები. ებრაელები, ინდოელები, სომხები და ლიბანელები. მათი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა, ხოლო ბიზნესი ხშირად ოჯახის საიდუმლოდ რჩება. აქ დახურულ კარს მიღმა ხელოსნები უმაღლესი ოსტატობით ჭრიან ალმასებს. ექსპერტები სპეციალური მეთოდებით აფასებენ მათ სიწმინდეს, ხოლო სავაჭრო დარბაზებში ჩუმად, მაგრამ მიზანმიმართულად იცვლება მფლობელები. ეს არის დახურული თითქმის მითიური სამყარო,
რომელსაც დღეს ერთად შევეხებით. ბირჟის ვიწრო დერეფნებში ანტვერპენის მსოფლიო ბრილიანტების ცენტრის ოფისების ჩრდილქვეშ საერთაშორისო ელიტა მართავს თამაშს. ისინი არიან ინდუსებისა და ებრაული სავაჭრო ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ საკუთარ ბიზნესს. აქ არ არის ფულიანი ტურისტებისთვის ადგილი. ადგილი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც წარსული სანდო გარიგებებით აქვს გამყარებული. ბრილიანტების კვარტალში გარიგებები მხოლოდ ფულისა და ძვირფასი ქვების გაცვლა არ არის. ეს არის ნდობის ტრადიცია, რომელსაც ვერცერთი საბანკო გარანტია ვერ შეცვლის. ინდური და ებრაული ოჯახები საუკუნეების განმავლობაში ამუშავებენ უნიკალურ ალგორითმს. გარიგებები იდება სიტყვით, თვალებით, ხელის ჩამორთმევით. სწორედ ამ ქუჩებში საუკუნეების წინ ვაჭრები ალმასების ფასებზე შეთანხმებას ახერხებდნენ. აქ იგეგმებოდა ტრანზაქციები, რომლებიც მთელი ევროპის ეკონომიკას ცვლიდა. დღესაც აქ შეგიძლიათ იხილოთ ადგილები, სადაც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო გარიგებები იდებოდა. იყო დრო, როცა ანტვერპენი აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი სანელებლებით ვაჭრობდა. ანტვერპენის პორტშიც უცხოური ხმები ისმოდა და აქაური ვაჭრები ძირითადად თავიანთ საქონელს აკვირდებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი მაინც ბრილიანტებს ეჭირათ. და სწორედ მაშინ ებრაელებმა აქ თავიანთი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმპერია შექმნეს. მე-17 საუკუნიდან ებრაელები ბრილიანტების ვაჭრობის სათავეში დგანან. ანტვერპენის ებრაული ოჯახები თაობიდან თაობას გადასცემდნენ საიდუმლო ცოდნას. როგორ უნდა ამოიცნო ქვისფასი, როგორ უნდა შეინარჩუნო ბიზნესი კრიზისის დროს და როგორ უნდა შექმნა კავშირები, რომლებიც არასდროს დაიმსხვრევა. ყველაფერი დაიწყო შუა საუკუნეებში. ეს ხალხი განდევნეს ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან. მაგრამ მათთან ჰქონდათ ცოდნა, უნარი, რომელიც ოქროს და ძვირფასი ქვების ვაჭრობაში გადარჩენის შანსს აძლევდათ. მათი ცოდნენ, როგორ უნდა შეეფასებინათ ნედლი ქვა ერთი შეხედვით და როგორ უნდა შეენარჩუნებინათ კლიენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ეს სამყარო მარტივი არ ყოფილა. 1940-იან წლებში მეორე მსოფლიო ომმა ანტვერპენის ებრაული საზოგადოება თითქმის გაანადგურა. ნაცისტებმა დახურეს ბრილიანტების ბაზარი, ხოლო ათასობით ებრაელი ანტვერპენიდან საკონცენტრაციო ბანაკებში წაიყვანეს. თუმცა, გადარჩენილებმა ომის შემდეგ დაიწყეს თავიანთი დაკარგული ბიზნესის აღდგენა. ეს არის სამყარო, სადაც სიტყვას იმდენივე ფასი აქვს, რამდენიც თავად ბრილიანტს. მრავალი წლის განმავლობაში აქ არ იწერებოდა კონტრაქტები. მაზალ, ებრაული ფრაზა, რომელიც წარმატებულ გარიგებას ნიშნავს, კვლავ ისმის ამ ქუჩებში. ჩამოვარდა ხელი და მოხდა მაზალს. მაზალს რო ვიტყვით, მაზალ და თვალებში რო შემოგხედა და გეტყვი რომ ესე იქნება, ესე უნდა იყოს. ჩვენთვის ეგ არის ძალიან
თავი. რა თქმა უნდა, მომხდარა იმ ადამიანს გაუფუჭებია თავისი თქვა, ეგეთი მაგრამ შემდეგ იმას აღარავინ აღარ ენდობა, ხო? აღარავინ აღარ ენდობა და მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ ადამიანმა ჯობია თავი გაიტეხოს, ვიდრე თავის სახელი გაიტეხოსო. ქართული ენდაზა. ხო. სახელის გატეხვას, თავის გატეხვას ჯობია. სახელის გახდოს თავის გატეხვა ჯობია. ებრაელებმა ანტვერპენი ბრილიანტების დედაქალაქად აქციეს. მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს ძალათა ბალანსი შეიცვალა. ინდოეთმა, სადაც ბრილიანტების ჭრა და დამუშავება ხელოვნების დონეზეა აყვანილი, დაიწყო საკუთარი კავშირების გაძლიერება. ინდურმა თემმა ანტვერპენში თავისი ადგილი დაიმკვიდრა და დღეს ქალაქის ბრილიანტების ვაჭრობის ნაწილი სწორედ მათ ხელშია. ფედერაციაში ძირითადად ებრაელები იყვნენ. ახლა ძირითადი ინდოელები არიან. ადრე ინდოელების რიცხვი 4-დან 20%-მდე იყო. ახლა აქ ინდოელების რიცხვი 62%-ია. ანუ ძირითადად ბაზარზე ინდოელები არიან და რატომ მოიმატა ინდოელების რიცხვმა? ზოგადად ინდოეთი უფრო ძლიერი ხდება როგორც ძალა. და რა არის ამის მიზეზი? აქამდე ებრაელი ხალხი აკონტროლებდა, თანდათან ისინი ბაზარს გამოაკლდნენ. ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან. ახლა ეს ბიზნესი და სამუშაო ბაზარი ინდოელებისაა. და ახლა ამ ბაზრისთვის ყველაზე შესაფერისი ინდოეთია. რატომ? იმიტომ რომ სამუშაო ძალა ინდოეთში იაფია. საშუალო ხელფასი ინდოეთში თვეში $100, აქ თვეში საშუალო ხელფასი 1200, 1500, 2000 ევროა. განსხვავება დიდია. აქ პოლირების პროცედურა ერთ კარათქვაზე $150-200. ინდოეთში თითქმის არაფერი, ან $50-მდე. იყო დრო, როდესაც ანტვერპენის ბრილიანტების მსოფლიო ბაზარს მხოლოდ ებრაელები აკონტროლებდნენ. 1970-იანი წლების შემდეგ კი გამოჩნდა ერთი ინდური შეძლებული ოჯახი, რომელმაც ისურვა ბრილიანტების ბიზნესით დაკავება. ამის შემდეგ ამ ბაზარზე ჩნდებიან ინდუსები. ეს ისტორია იწყება 1960-იან წლებში, როცა ინდოეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ ფეხზე დგომას ცდილობდა. ხოლო მუმბაის ვიწრო ქუჩებში ერთი ხელოსნური ოჯახი მეორეს ასწავლიდა ძვირფასი ქვების დამუშავებას. ინდოელები ოსტატები იყვნენ. მათ შეეძლოთ ყველაზე პატარა და ნაკლებად ღირებული ნედლი ალმასისგან ისეთი ბრწყინვალება შეექმნათ, რომელსაც ბაზარი ვერ უგულებელყოფდა. ამ დროს ანტვერპენში ძვირფასი ქვების ბიზნესს ებრაელი ვაჭრები ფლობდნენ, რომელთაც თავიანთი ოჯახური ქსელები და საუკუნოვანი ცოდნა ჰქონდათ. მაგრამ 1970-იანი წლებისთვის ნედლი ალმასის ბაზარი შეიცვალა. აფრიკის ქვეყნებმა დაიწყო საკუთარი რესურსების კონტროლი, ხოლო ინდოეთში ახალი თაობის ალმასის პოლირების ოსტატები გამოჩნდნენ. იმავე წელს ინდოეთის ერთ-ერთმა ყველაზე ამბიციურმა ბრილიანტებით მოვაჭრეთა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო ევროპაში გასვლის. მათ დაინახეს შესაძლებლობა. ანტვერპენში იყიდებოდა ისეთი ნედლი ალმასი, რომელსაც სხვები უკულებელყოფდნენ. მათ ეს ქვები სახლში, მუმბაიში გააგზავნეს, სადაც ოსტატები
მათ წარმოუდგენელ სილამაზეს ანიჭებდნენ. ნელ-ნელა ინდოელებმა დაიწყეს ანტვერპენში დასახლება. 1980-იანი წლებისთვის კი ინდოელი ვაჭრები უკვე იმდენად მძლავრები იყვნენ, რომ ებრაელთა გვერდით დიდი გარიგებების გაფორმება დაიწყეს. დღეს ინდოელები ანტვერპენის ბრილიანტების საბაჭრო ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძალაა. მუმბაიდან და გუჯარათიდან ჩამოსული ოჯახები ახლა უკვე მულტიმილიონიანი კომპანიების მფლობელები არიან. ბრილიანტების მსოფლიო ცენტრის კულვარები საკმაოდ გასაიდუმლოებულია, მაგრამ თუ დაიმონდ დისტრიქტის ქუჩაზე გაივლით, შეიძლება ყურიც მოკრათ ერთგვარ ჭორებს იმის შესახებ, რომ ბრილიანტების სამყარო რეგულაციების და სხვადასხვა პრობლემების გამო ანტვერპენში საფრთხეშია. ჩვენ ვესაუბრეთ ბურსას, ანუ აქაური ბირჟის მთავარ წარმომადგენლებს, რომელთაც თავადაც დაგვიდასტურეს, რომ მალე ეკონომიკური საკითხებიდან გამომდინარე, იმის გამო რომ დუბაიში, ან ჩინეთში, ან ინდოეთში საკმაოდ მარტივია ბრილიანტების ეკონომიკური მართვა, შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ან 3 წელში ბრილიანტების მსოფლიო ცენტრმა ამ ქალაქებში გადაინაცვლოს. ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ თუ ასე მოხდება, რა იქნება მომავალში ბრილიანტების ბედი? და რამდენად რთულია ბრილიანტის დამზადების პროცესი? პროცესი არ არის რთული იქამდე, სანამ ყველაფერი კარგად მიდის. ადრე ბრილიანტების ბიზნესი სარფიანი იყო, ახლა კი ეს ბიზნესი შემცირებულია. რიცხვები დაცემულია. ახალი ტენდენციაა, რომ ბუნებრივ ბრილიანტის ქვასთან ერთად შემოდის ხელოვნურად დამზადებული ბრილიანტი. ბრილიანტის ბაზარი მაგიტომ დაეცა. ახლა ეს ქუჩა უფრო კრიზისული მეჩვენება. რატომ არის კრიზისი? კრიზისია იმიტომ, რომ ბევრი რეგულაციაა, ბევრი ხალხია ჩართული. გაძვირებულია, კომპანიების ზოგი ნაწილი დუბაიში გადავიდა. დღეს ანტვერპენი კვლავ ბრილიანტების დედაქალაქია. მაგრამ მისი საიდუმლოებანი იცვლება. მაგრამ სანამ ანტვერპენის საბაჟრო დარბაზამდე მივაღწევთ, ერთი კითხვა რჩება უპასუხოდ. საიდან მოდიან ეს ქვები, რომელიც ამდენ ადამიანს აფორიაქებს და გონებას ურევს? ყველაფერი სიჩუმით იწყება. აფრიკის ცხელ მიწებზე, რუსეთის გაყინულ ტუნდრაში ან კანადის შორეულ ტყეებში, იქ სადაც ადამიანის ფეხი იშვიათად დადგმულა, მიწის ქვეშ რაღაც იმალება. მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწის წიაღში ზეწოლამ და სიცხემ უბრალო ნახშირბადი გააქვავა და მას მარადიულობის ელფერი მიანიჭა. მაგრამ ჯერ არავის გაუთქვამს, რომ ეს ქვა ფასდაუდებელია. ყველაზე დიდი ქვები შემოდის აფრიკიდან.
აფრიკა აკმაყოფილებს ყველა ინდუსტრიას და ფანტაზიას. მეშახტეებით ხრიან, აფეთქებენ, ტალახსა და ქვებს ამუშავებენ. ზოგჯერ ერთი ბრილიანტის საბონელად 1000-ობით ტონა მიწაა გადასატანი. და მაინც, როდესაც ერთ მათგანს ამოიღებენ, პატარა, თითქმის არაფრით გამორჩეულ ქვას ყველა ჩერდება. გზა იწყება. თვითმფრინავების და გემების კონტეინერებში მაღალი დაცვის ქვეშ ეს უმანკო ქვა გზას 100-ობით მილი აღკვება. მისი დანიშნულება უკვე ცნობილია. ანტვერპენი. აქ ბრილიანტების მსოფლიო დედაქალაქში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. საკონტროლო პუნქტები, დეტალური შემოწმებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს ქვა სუფთაა. მაგრამ ყველა ქვა ვერ გადის ამ ფილტრს. ზოგი უკან ბრუნდება, ზოგიც საიდუმლო გარიგებების მსხვერპლი ხდება. ბრილიანტების მსოფლიო ცენტრის კედლებში სპეციალისტები მსოფლიოს უძვირფასეს ქვებს აფასებენ. მათ შეუძლიათ თქვან, ეს ქვები დიდებულებისთვისაა, თუ უბრალოდ სხვა ათასებს შეერება. აქ ირკვევა მათი ბედისწერაც, ფერი, მუქია თუ გამჭვირვალე, უნაკლოა თუ მარცვლოვანი, სიწმინდე, აქვს თუ არა მას საიდუმლო ნაკაწრები, უხილავი ბზარები, წონა, რამდენ კარატს მოიტანს ის საბოლოოდ, მოსაჭრელი ფორმა, როგორ უნდა გადაიქცეს უბრალო ქვა შეუდარებელ ბრწყინვალებად. და ახლა ის მიდის თავის ბოლო განსაწმენდელში. მოჭრა. იქ, სადაც სრულყოფილება იბადება. როგორ ხდება ბრილიანტების შეფასება და რა არის მთავარი ფაქტორი? ინგლისურად ვამბობთ the 4 C's of diamond quality. დიახ. ბრილიანტი იფასება 4 მთავარ საკითხით. სხვებიც არის ოღონდ 4 მთავარი. პირველი არის ბრილიანტების ფერი. რაც უფრო თეთრია ბრილიანტი, უფრო მეტი უფრო კაი ფასი აქვს, უფრო ჯვირფასია და იწყობა color D. ესე იგი, როგორც ხედავთ, D-დან იწყობა მიდის სულ Z-მდე. აქ ყველაზე ყვითელია ბრილიანტი, აქ ყველაზე თეთრია ბრილიანტი. როცა ვუყურებ ბრილიანტებს, სულ ვეუბნები კლიენტებს, რომ მაინც იცროთ სადონ, რომ იყვნენ between D, GH. პირველ 5 ფერში რომ მაინც იყვნენ. ეგრე კიდე კაი ლამაზი თეთრი ფერი ექნებათ, თქო. მერე არის clarity grade. Clarity ქართულად როგორ გითხრა, არ ვიცი. ეგ არის როგორი სისუფთავე. იწყობა flawless. აქ საკითხი ნაკლებ, აქაც ძალიან თავარი არის, კაი clarity გქონდეს, ოღონდ ყველა ბრილიანტს აქვს თავის unique characters, unique DNA და იწყობა flawless, flawless ნიშნავს, რომ ვაფშე არც ერთი არასისუფთავე არ აქვს. ესე იგი, ნიშნავს, რომ არის სულ აბსოლუტურად სუფთა. ძალიან ძნელი ეგეთი დიამანტი ბრილიანტი რო იპოვო. ბრილიანტს, როცა იმ ბრილიანტსაც, როცა ხანდისხან გქონდეს small inclusion 1 ან small inclusion 2, ისიც თვალით შეიძლება კიდე ძალიან ლამაზი ჩანდეს. Good, faint, fair or არაიღო. Minimum very good ან excellent. ეგ აძლევს ბრილიანტს ყველაზე მეტ სიცოცხლეს. და მეოთხე და შეიძლება ყველაზე მთავარი არის your carat weight. ესე იგი, რამდენი კარატი არის ბრილიანტი. რაც უფრო დიდი, უფრო მეტი კარატია. ეგ არის თქვათ, ხლა გრამებში არ ვლაპარაკობთ ბრილიანტებზე ვლაპარაკობთ carat weight. ეგ რამდენი კარატია. თქვათ ბრილიანტი გაქვს 1 კარატი და 10, 1 კარატი და 20. ზოგადად აქ ჩვენთან ანტვერპენში მყიდველი პირდაპირ ჩემთან არ მოდის.
რომ ქვა გაყიდოს. სამუშაოები ძირითადად დისტანციურია. ისინი იკითხავენ ძირითადად ფასს. თუ შევთანხმდით, მე პარალელურად ვეთანხმები პოლიციის დეპარტამენტს, რომ აქ მოვიყვანო. პოლიცია ამოწმებს, რომ ყველაფერი კონტროლშია, საბაჟო და პირადი პასპორტის მონაცემებში. დაახლოებით 2 დღე ჭირდება, რომ აქ მოვიყვანო. ისე ვერ მოახერხებს პოლიციის კონტროლიდან გამომდინარე, თუ დოკუმენტალური დარღვევაა, ვერ მოახერხებს. თუ დარღვევა არაა, მოვა გასაყიდად. ბრილიანტების სერტიფიცირება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ თანამშრომლობთ ისეთ ლაბორატორიებთან, როგორიცაა GIA, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრილიანტების ხარისხის შეფასებას 4C-ს მიხედვით: ჭრა, სიწმინდე, ფერი და კარატი. GIA ამერიკის ბაზრისთვისაა, სერტიფიკატი მოდის სხვადასხვა შეფასებით. I1 სტანდარტია თუ I2 და თუ სერტიფიკატი მწვანე ფერისაა, ის სტანდარტულია. ბრილიანტების მსოფლიო ცენტრის სერტიფიცირების ლაბორატორია. ეს არის ადგილი, სადაც უკვე დამუშავებულ ბრილიანტებს ფერის, კარატის და ბრწყინვალების მიხედვით ანიჭებენ სერტიფიკატს, რადგან მისი ხარისხი განსაზღვრავს ბრილიანტის ფასს. აქ ალმასები გადიან მკაცრ შემოწმებას. მათი ფერი, მოჭრა და სისუფთავე განსაზღვრავს მათ ფასს. ისინი თითქოს განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფერით და ფორმით, მაგრამ სინამდვილეში თითოეული მათგანი უნიკალურია. ბრილიანტი უხეშია და უმუშავებელი, მაგრამ ხელოსანი, რომელიც მასთან ერთად მუშაობს, უკვე ხედავს იმ ფორმას, რომელიც შიგნით იმალება. ეს არ არის უბრალო სამუშაო, ეს მთელი სიცოცხლის ხელოვნებაა. პირველი შეჭრა, ქვა 2 ნაწილად იშლება. ერთი შეიძლება გახდეს სამეფო გვირგვინის ნაწილი, მეორე უბრალო ბეჭდის. $47 ფესვადი და ერთი მთავარი ზედაპირი, რომ მზის სხივები იდეალურად აირეკლოს. პოლირება. ბოლო შტრიხი, რომლითაც ქვა ნამდვილ ბრილიანტად იქცევა. და ბოლოს დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, გაყიდვა. ანტვერპენის ბრილიანტების ბირჟაზე დახურულ ოთახებში, სადაც გარიგებები ჩუმად, მაგრამ სწრაფად იდება, ყველაზე დიდებულ ქვებს თავიანთი მფლობელები ელიან. ზოგი აუქციონზე მიდის, კერძო კოლექციონერებს შორის ბრძოლაში, სადაც თითოეულ კარატს მილიონები ემატება. ზოგი კონკრეტულ შეკვეთას ასრულებს, უჩინარი მილიარდერის, რომელიც ყველაზე უნაკლო ბრილიანტს ეძებს. ზოგიც საიდუმლოდ ქრება. და ასე, უხეში ქვა, რომელიც დედამიწის სიღრმეში დაბადებულა, საბოლოოდ იღებს თავის ნამდვილ სახეს. ეს არის ბრილიანტის გზა. მაგრამ როგორია იმათი გზა, ვინც მილიონობით წლის შემდეგ უცხო ქვიდან ის გახადა ფუფუნების, სიყვარულისა და ძალაუფლების სიმბოლო. თუ ოდესმე ანტვერპენის ბრილიანტების უბანში გაივლით, შეიძლება იფიქროთ, რომ აქ არაფერია განსაკუთრებული. ვიწრო ქუჩები, ძველი შენობები, პატარა მაღაზიები. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული სურათია. რეალური ისტორია
იმ მძიმე კარების მიღმა იმალება, რომელთა შეღებას მხოლოდ რჩეულებს ანდობენ. ამ პატარა უბანში, სადაც სულ რაღაც 1 კვადრატულ კილომეტრზე მსოფლიოს ბრილიანტების 80% გადის, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი საქმე აქვთ: სრულყოფილება. ისინი დილით ადრე მოდიან თავიანთ ოფისებში, ჩუმად კეტავენ მტარებს და იწყებენ მუშაობას. ოთახში, სადაც შუქი ფანჯრებიდან თითქმის არასდროს შედის, ბრილიანტების სპეციალური ნათურების ქვეშ ინთება. თითოეული ქვა გადის რამდენიმე ცდას, რამდენიმე გამოცდილ თვალს. ბრილიანტის შეფასება აქ რიტუალია. ეს არის სამყარო, სადაც სიჩუმე ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ალმასებს ყოველთვის თანსდევდა ინტრიგა და დანაშაული. 2003 წელს აქ ანტვერპენში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა მოხდა. 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები უკვალოდ გაქრა. ამ კვარტალში არსებობს კიდევ ერთი უფრო დაცული ზონა, რომელსაც ეწოდება უსაფრთხო ანტვერპენის ბრილიანტების ტერიტორია. ბრილიანტის ცენტრი დაყოფილია 3 ბლოკად: A, B და C. B ბლოკის 2 სართულის ქვემოთ მდებარეობს ბრილიანტის ცენტრის საცავი, რომელიც თითქოს და გაუტეხავია. ამ საცავს აქვს კომბინაციური საკედი, რომელიც მოითხოვს 4 სხვადასხვა რიცხვის შეყვანას. თითოეული 0-დან 99 მეტრამდე მერყეობს. მარტივად რომ ვთქვათ, სულ დაახლოებით 100 მილიონი განსხვავებული კომბინაცია არსებობს. მაგრამ დაუშვათ, რომ როგორმე მოახერხე საცავში შესვლა. მაშინაც გელოდება ინდივიდუალურად ჩაკეტილი საცავი უჯრები, რომლებიც ძალიან უსაფრთხო საკეტებითაა დაცული. უსაფრთხოების სისტემა დაცვის ყველა შესაძლო სისტემით იყო აღჭურვილი. მოიცავდა კოდირებულ საკეტებს, სენსორებს, ინფრაწითელ დეტექტორებს, თერმულ და სეისმურ სენსორებს, დოპლერის რადარს და მაგნიტურ ველს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვიკითხოთ, ვინ შეიძლება იყოს ისეთი გიჟი, რომ საერთოდ იფიქროს ამ საცავის გაძარცვაზე. ძარცვის მთავარმა ორგანიზატორმა ლეონარდო ნოტარ ბარტოლომ ძარცვამდე 2 წლით ადრე დაიმონდ დისტრიქტის, აი ამ ტერიტორიის, სადაც აქ ვიმყოფებით და ბრილიანტების მსოფლიო ცენტრების მიმდებარედ დაიქირავა ბინა და სანამ ძარცვას განახორციელებდა, მან ყველა ნიუანსი დეტალურად შეისწავლა. 2 წლის შემდეგ კი მან ჩაატარა ძარცვა, რომელსაც დღეს ვიცნობთ საუკუნის ძარცვის სახელით. ნინა 2003 წელს, როდესაც ეს გახმაურებული ძარცვა მოხდა, შენ იმყოფებოდი ანტვერპენში. მომიყევი დეტალები ამ ძარცვის. ეს ძარცვა იყო ძალიან ჭკვიანურად დაგეგმილი. ეს იყო იტალიური მაფიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძარცვა 5-კაციანი ჯგუფის მიერ. ბურთის ძარცვის უნიკალური შემთხვევა. ბურსა არის ყველაზე მეტად დაცული ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში. სეიფები ინახებოდა მიწის ქვეშ. 10 სახეობის დამცავის სისტემით.
ძარცვა მოხდა ისე, რომ ერთი ალიარმა არ ჩართულა. როგორ? სენსორების გასათიშად გამოიყენეს თმის ლაქი. და დანარჩენი სისტემა ჰქონდა შემუშავებული და შესწავლილი იმდენად კარგად, რომ შეძლეს უხმაუროდ გასულიყვნენ ბურსიდან. რა თქმა უნდა, ნოტარ ბარტოლო ვერ შევა მარტივად და ვერ შეისწავლის ადგილს. ამიტომ ის ძველ გამოთქმას მიმართავს. თუ ვერ დაამარცხებ, შეუერთდი. ლეონარდო ქმნის ფრონტ კომპანიას სახელად De Motos Preciosi. ის მოხერხებულად ელაპარაკება ქალს, რომელიც შენობაში მენეჯერია. ქალი მას ოფისს მიაქირავებს თვეში $700. და გეგმა ამოქმედებულია. როგორც ოფიციალურ დამქირავებელს, მას უფლება ჰქონდა ესარგებლა უსაფრთხოების ხუთით. შენობაში თავისუფალი შესვლის შესაძლებლობა ფასდაუდებელია. ის ჩანთაში გაკეთებული პატარა ხვრელიდან ვიდეო კამერით იწერს ყველაფერს. იგი ამ მეთოდს იყენებს, რათა შეაგროვოს ინფორმაცია ბრილიანტების ცენტრის უსაფრთხოების სისტემაზე. ის ბრუნდება ტურინში, რათა შეკრიბოს გუნდი. პირველ რიგში ის უკავშირდება ადამიანს, რომელსაც მონსტრს ეძახიან, ფერდინანდო ფინოტოს. ისიც კარგად ესმის, რომ ამ საცავის რთული დაცვის სისტემის დაძლევას მხოლოდ ძალა არ ეყოფა. ამისთვის საჭირო იქნება გონებაც. ლეონარდო ბრილიანტების მსოფლიო ცენტრის მენეჯერს უკავშირდება და ეუბნება, რომ თავისი ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს და რომ შენობის სართულის გეგმები სჭირდება. გასაოცარია, მაგრამ მას მხოლოდ ამ გეგმებს კი არ აძლევენ, არამედ თავად საცავის სქემებსაც. სწორედ ამიტომ ის ამატებს ელიო დე ნორიუსს, იგივე გენიუსს, რომელიც ყველაზე რთულ უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით ყველა პრობლემას აგვარებს. გენიუსი შენობაში შედის და ნოტარ ბარტოლოს საშვის გამოყენებით სკანირებს საკუთარ თავს. შემდეგ კი სკანირებითვე გადის, მაგრამ არ ტოვებს შენობას. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ საცავის კომბინაციის დაბის ზემოთ თავისივე უსაფრთხოების კამერას ამონტაჟებს, რათა შეძლონ კომბინაციის ამოცნობა. 2 წლის განმავლობაში, ყველაფრის რისკის ქვეშ დაყენების შემდეგ, ყველაფერი ახლა, მომდევნო 24 საათში გადაწყდება. ძარცვა იწყება. რაც შეეხება საცავის კომბინაციის მოპოვებას, გენიუსის მიერ 5 ღამის წინ დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, როგორ კრებდა დაცვის თანამშრომელი საჭირო კოდს. ისინი კარადის გაღებას ბრტყელ ტუჩას დახმარებით ახერხებენ და ახლა უკვე გასაღებიც აქვთ. სადეპოზიტო ყუთების გახსნისას ისინი პოულობენ ნაღდ ფულს, უთვალავ სიმდიდრეს, მათ შორის ბრილიანტებს. საუკუნის ძარცვის შემდეგ ისინი მტკიცებულებების განადგურებას იწყებენ. ბრილიანტების უბანს ჯერ კიდევ არაფერზე აქვს ეჭვი. ნოტარ ბარტოლომ კარგად იცის, რომ იტალიას და ბელგიას არ აქვთ ექსტრადაციის ხელშეკრულება. რაც ნიშნავს, რომ ბელგიაში ჩადენილი დანაშაულისთვის იტალიაში ვერ გაასამართლებენ. ამიტომ მათ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ ბელგიის საზღვარი და მიაღწიონ იტალიის საზღვარს. ძარცვიდან 4 დღის შემდეგ ერთ-ერთი კონსიერჟი საცავში შედის და იატაკზე დატოვებულ ძვირფას ქვებს აღმოაჩენს. ნოტარ ბარტოლოს კომპანიის ყალბი დოკუმენტი პოლიციას მასზე ყურადღებას მიაპყრობინებს. როცა ირკვევა, რომ ძარცვის დროს მხოლოდ მისი დეპოზიტის 5 არ გახსნილა, პოლიცია დარწმუნდება, რომ ის დაკავშირებულია დანაშაულთან. ყველა მონაწილე ტოვებს დნმ-ის კვალს ან საცავში, ან ნაგავში, ან ნოტარ ბარტოლოს ბინაში. ყველა ბრალდებულს სასამართლო დამნაშავედ ცნობს. დანაშაული გაიხსნა სულ უბრალო ფაქტით. აი,
რაღაც დიდ დანაშაულებს ხშირად რაღაც უნიშნელო დეტალები ამხელს. და აქ მოხდა ზუსტად ესეთი შემთხვევა. სანამ შევიდოდნენ ბურსაში, ჯგუფის ხელმძღვანელმა ლეონარდომ მიირთვა სენდვიჩი, რომელიც ბოლომდე არ შეჭამდა და პურის ნატეხი დააგდო ძირს. ამ პურის ნატეხთან გამოსვლისას არ ვიცი ეს რაღაც უცნაურ შემთხვევისობასაც შეგვიძლია მივაწეროთ, დავარდა ერთი ბრილიანტის თვალი. 100 მილიონის ღირებულების ოქრო და ბრილიანტი გამოიტანეს. შემდეგ პოლიციამ დნმ-ის ანალიზით სულ ადვილად მიაგნო იტალიურ მაფიას. მოპარული ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტი დღემდე დაკარგულია. ალმასების სამყაროში მიმდინარეობს რევოლუცია, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესსა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს ემსახურება. როდესაც ბრილიანტების კომერციალიზაცია და ვაჭრობა დაიბადა, არავინ იფიქრებდა, რომ ეს ძვირფასი ქვები შეიძლება ლაბორატორიაში დაბადებულიყო. თუმცა დღეს ლაბორატორიულად შექმნილი ალმასები უკვე სულ უფრო პოპულარული ხდება და ის არა მხოლოდ გაყიდვის ბაზარს, არამედ მთელ ინდუსტრიას ცვლის. ალმასი ფუფუნება, ინვესტიცია, კრიმინალი თუ ხელოვნება. ანტვერპენი ამ სამყაროს ცენტრი არა მხოლოდ თავისი მდიდარი ისტორიითა და ტრადიციით, არამედ უნიკალური კომბინაციითაც გამოირჩევა. ამიტომაც ანტვერპენი კვლავ რჩება ბრილიანტების მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ცენტრად.